Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას 59 წამი. ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დიდ პროგრესთან ერთად ბევრი საფრთხეც წარმოშვა. გაიზარდა ინტერნეტ სივრცის დანაშაულებრივი გამოყენების რისკები და ამ სივრცის დაცვის აუცილებლობა. ევროპის საბჭომ 2001 წელს მიიღო კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2012 წელს მოახდინა. დოკუმენტი განსაზღვრავს კიბერსივრცეში ჩადენილ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელიც დასჯადი უნდა იყოს კონვენციის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოში. კონვენციის მიხედვით ყველა მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია ეროვნული კანონმდებლობით მოახდინოს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო დაზიანების, წაშლის, გაუარესების, შეცვლის ან გადამალვის კრიმინალიზაცია თუ ეს ქმედება წინასწარ განზრახვით არის ჩადენილი. დასჯადია მონაცემთა ხელში ჩაგრდება ნებართვის გარეშე, კომპიუტერთან დაკავშირებული გაყალბება და თაღლითობა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა კიბერსივრცეში და სხვა. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით. საუბრობთ კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის შესახებ. დღეს 59 წამის სტუმრები არიან ბატონი ირაკლი გვენეტაძე, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი იაშვილი, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, ქალბატონი თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ბატონი მამუკა ჭელიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა შესაძლებელია რადიო უცნობის საშუალებით FM 98-და და 1-ზე. მაყურებელს კი შეუძლია დარეკოს და საკუთარი აზრი გამოხატოს კითხვაზე, გამხდარხართ თუ არა ჰაკერის ქმედების მსხვერპლი ერთხელ მაინც. თუ ერთხელ მაინც გამხდარხართ ჰაკერის ქმედების მსხვერპლი, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-111. თუ ჰაკერის ქმედებების მსხვერპლი არასოდეს ყოფილხართ და ამ თემას არ შეუწუხები ხართ, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-112. ხოლო თუ არ ხართ დარწმუნებული, გამხდარხართ თუ არა კიბერდანაშაულის მსხვერპლი, ან იგივე ჰაკერის შემოტევის მსხვერპლი, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800-113. ზარები უფასოა და მათი რაოდენობა შეზღუდული არ არის. შეგახსენებთ გადაცემის ამ ნაწილის წესებს. წესი 59 წამის შესახებ რჩება უცვლელი, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააგრძელოთ გადაცემის სხვა მონაწილის აზრი ან ოპონირება გაუწიოთ მას. მოკლედ მოითხოვეთ წამზომის და მიკროფონის ჩართვა და ჩვენ ამ სურვილს რასაკვირველია აგისრულებთ და ბატონი ირაკლი, დავიწყებთ თქვენით. კიბერდანაშაულია ნებისმიერი ის უკანონო ქმედება, რომელიც კომპიუტერული სისტემის გამოყენებით შეიძლება ჩაიდინოს ჰაკერმა. რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ვითარდება, ანუ ჩვენი ეს ნიშნავს, რომ უფრო აქტიურად ვიყენებთ ინფორმაციულ სისტემებს, იმ საშუალებებს, რაც აქტიურად იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც მსოფლიოში არსებობს, აქედან გამომდინარე, ამას დევს შესაბამის თავისი რისკები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის საფრთხეები, რომელიც კიბერუსაფრთხოებას ეხება, მზარდია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაოდენობის ზრდა, რა თქმა უნდა, გამოიხატება. ჩვენ მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება და ეს დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. ერთი, როგორც აღნიშნე, ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდაზე და მათ კრიტიკულობაზე ჩვენს ქვეყანაში. მეორე ის, რომ ჩვენი საზოგადოება იზრდება, ასე ვთქვათ, ჩვენი უნარები, ქვეყნის უნარები და ეს საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი ინციდენტი დავაფიქსიროთ ჩვენს კიბერსივრცეში. დიდი მადლობა.
ბატონო გიორგი, რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში კიბერდანაშაული, შესაბამისად კიბერუსაფრთხოება და რამდენად ხშირია კიბერშეტევები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, ეს ყველაფერი განპირობებულია პირველ რიგში ქვეყნის განვითარებით, ქვეყნის აღებული კურსით, ასე ვთქვათ, შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან აქტიურად შემოიჭრა საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დღითი დღე უფრო დამოკიდებულები ხდებით და მათ შორის საჯარო სახელმწიფო სექტორი ძალიან დამოკიდებული ხდება ელექტრონულ სივრცეზე და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის პროცესში, შესაბამისად ძალზედ აქტუალურია, იზრდება რა თქმა უნდა ინტერნეტ მოხმარებლების საქართველოში შიგნით. შესაბამისად საქართველოსთვის ნამდვილად აქტუალური პრობლემაა. პლუს ამას თუ გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში და როგორ სივრცეში ვიმყოფებით ახლა თანამედროვე პოლიტიკის გათვალისწინებით, რეალურად და გავითვალისწინებთ აგრესორ ქვეყნებს, საიდანაც ეს კიბერდანაშაულები ძირითადად მომდინარეობს, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ტექნოლოგიების მხრივ დღესდღეობით საქართველოში. დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, თქვენც რომ გითხრათ აქტუალურობაზე მთელი მიზეზების გათვალისწინებით, რომელიც ბატონმა გიორგიმ ჩამოთვალა. მოგესალმებით. დავეთანხმები ბატონ გიორგის, ბატონ ირაკლის. საქართველოს როგორც მსოფლიო ამ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ყოველდღიურად მატულობს ინტერნეტ მოხმარებლების რაოდენობა, მატულობს ციფრული ტექნოლოგიები, მათი კომპაქტურობა, ხელმისაწვდომობა, სერვისების გამარტივება, ბუნებრივია, გარკვეული რისკის ფაქტორებს ატარებს. საქართველოს ამ კუთხით არ არის გამონაკლისი, ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია როგორც საჯარო, ისე სახელმწიფო სერვისები, ელექტრონული კომუნიკაციის და ენერგიის პოპულარიზაციის მიზნით. ამ კუთხით გამოწვევები რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა ეს საფრთხე არ არის, ასე ვთქვათ, საგანგაშო, საფრთხე ამ სივრცეში ყოველთვის არსებობს. მთავარია ჩვენი სწორად პოზიციონირება, მეტი, ასე ვთქვათ, ჩართულობა ამ პროცესში, როგორც, ასე ვთქვათ, კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სტრუქტურის და საზოგადოების და მადლობა თქვენ, რომ ესეთი თემის პოპულარიზაციას ახდენთ თუნდაც დღეს. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ, თქვენი მოსაზრებაც საინტერესოა საფრთხეებზეც გითხარით და აქტუალურობაზეც, კიბერდანაშაული და შესაბამისად კიბერუსაფრთხოება. რა ვითარებაა დღეს ამ მხრივ საქართველოში? მოგესალმებით, მივესალმები სტუმრებს. ბუნებრივია, აღარ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, საფრთხე აშკარად მატულობს და შესაბამისად საჭირო არის ადეკვატური მექანიზმების შექმნა. თავის დასაზღვევად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მოქალაქეთა ინფორმირებულობას და გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ძალიან ბევრი სერვისი გადავიდა ონლაინ სივრცეში, დისტანციური პროცესები ბუნებრივია, ასე ვთქვათ, მეტი სიფხიზლის გამოჩენისკენ გვიბიძგებს. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი თავის მონაცემებს აღარ ინახავს, ასე ვთქვათ, კარადაში, ინახავს ღრუბლოვან ტექნოლოგიებში, ეს შეიძლება იყოს ფოტო, ვიდეო, ჩანაწერები, კონტაქტები და ასე შემდეგ. ვიცით, რომ საბანკო ტრანზაქციები და სხვაგვარი ტრანზაქციებიც ყოველდღიურად მატულობს და აქედან გამომდინარე რისკები ბუნებრივია მატულობს. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, 2014 წელს ორი კვირის განმავლობაში ჰაკერებმა ორჯერ გატეხეს საქართველოს პარლამენტის მთავარი სერვერი. რა შეიძლება იყოს მიზანი ჰაკერების მხრიდან სამთავრობო უწყებების სერვერის დაზიანებისა? სამთავრობო სტრუქტურები, როგორც ასეთი, მათი, ანუ სამთავრობო სტრუქტურების რეპუტაცია გამოიხატება იმაში, რომ მათი სისტემები და მათი, ასე ვთქვათ, ინფორმაციაზე წვდომა უნდა იყოს მაღალი მდგრადობით უნდა გამოირჩეოდეს. აქედან გამომდინარე, ჰაკერების ინტერესი ზუსტად ის არის, რომ რეპუტაცია შეულახონ კონკრეტულ სამთავრობო უწყებებს, ანუ გატეხონ და ამითი თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ეს აღნიშნული გატეხვები იყო გამოწვეული, ასე ვთქვათ, არა შიგნიდან მოხდა, არამედ ქვეყნის გარედან, როგორც შემდგომ დაიდენტიფიცირდა და ძირითადად იყო, ასე ვთქვათ, ამ წვრილი ჰაკერული ჯგუფების მიერ საკუთარი თავის წარმოჩენა, მათი ასე ვთქვათ, შესაძლებლობების დემონსტრირება და მხოლოდ პოპულარიზაცია. ბატონო მამუკა, თქვენც გვიპასუხეთ ამ კითხვაზე, გამოიძიოთ თუ არა კონკრეტულად ის დანაშაულებრივი ქმედება და ვინ იყო დამნაშავე საქართველოს პარლამენტის ზოგადად მოგახსენებთ კიბერდანაშაულის მოტივაციის შესახებ. ჩვენ შემთხვევაში უფრო გვევლინება ფინანსური ან კომერციული დაინტერესება გარკვეული საიტების გატეხვის სამიზნედ, ისეთები როგორც შეიძლება იყოს ფასდაკლების შეთავაზებით ან რაიმე ონლაინ სივრცის ონლაინ მაღაზიების თავდასხმის ფაქტები.
ერთადერთი მთავარი мотиваცია, რაც ამ შემთხვევაში ჰაკერებს აქვთ, აქ ფინანსური დაინტერესება. ამ კუთხით უსაფრთხოების ყველა პარამეტრი სამწუხაროდ ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც ეს თქვა გამოწვევები გვიმზადებს. ამ კუთხით კერძო სექტორის მეტი ინტერესები, მეტი დაცულობა თავიანთი საიტების ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ასე თქვა მუდმივი სტანდარტი არ არსებობს უსაფრთხოების, რომ თქვა ის რაც ადრე თუნდაც 2-3 წლის წინ იყო სტანდარტული, დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ მუდმივ რეჟიმში ამ კუთხით შრომა და მუშაობა უსაფრთხოების პარამეტრების მეტი დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია, სწრაფად ვითარდება კიბერდანაშაულის ჩადენის ალბათობაც კი, ხო? ბატონ გიორგი, ბატონმა ირაკლი ახსენა, რომ ჰაკერული შეტევა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მთავარ საიტზე განხორციელდა, ძირითადად თავის გამოჩენის მიზნით მოხდაო. თქვენ თეთრი ჰაკერი ბრძანდებით და საინტერესოა საქართველოში თქვენი დაკვირვებით. ძირითადად ჰაკერები რა მიზნით ჩადიან დანაშაულს? ეს თვითდამკვიდრების თუ რამე ძალიან სერიოზული ზიანის მიყენების მიზანი აქვთ. დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგადად სოფლიოში რა ტენდენცია ამ მიმართულებით, თუ აქამდე რაღაც დაახლოებით ისე იყო, რომ თავიდან იწყებოდა ყველაფერი თავის დამკვიდრებით და რეალური პრობლემებისგან შორს იყო ეს სივრცე. ნელ-ნელა უკვე ფინანსური დაინტერესება შემოვიდა და დღესდღეობით ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ნამდვილად ძნელია იმის თქმა, რომ თავარი მიზანი, თქვა და შავი ქუდის მატარებლების, შავი ჰაკერების არის ის, რომ უბრალოდ სახელი მოიხვეჭონ და თავი დაიმკვიდრონ. საქართველოშიც შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევები, თუმცა მაინც ბოლო სტატისტიკების მიხედვით აშკარად ჭარბობს ფინანსური და თქვა ეკონომიკური მოგების მიზნით ჩატარებული ოპერაციები, ასე ვთქვა და შეტევები ფინანსური მოგების მიზნით, რა თქმა უნდა, მაგის მერე მოდის მეორე ადგილზე არის ბოლო სტატისტიკებს თუ ვენდობით სახელის მოხვეჭის და თავის დამკვიდრების ძირითადად მაინც დამწყები ჰაკერების მხრიდან. და ორი სიტყვით თუ შეგვიძლია მაყურებელს რომ აუხსნათ, რატომ ხართ თქვენ თეთრი ჰაკერი და რატომ არიან ისინი, ვინც სერვერებს აზიანებენ შავი ჰაკერები? ეს დაყოფა რეალურად გახალთ შემდეგი ძალიან მარტივი, მაყურებელს რომ აუხსნათ, შავი და თეთრი რეალურად ასოცირდება ცუდთან და კარგთან. შესაბამისად, შავი ქუდის მატარებელი ჰაკერი არის კლასიკური გაგებით ჰაკერი, რასაც თქვა ყველა ვეძახით, რომელიც თქვა ბოროტი მიზნებისთვის არის მისი ყველა ქმედება ბოროტი მიზნებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო თეთრი ქუდის მატარებელი არის ადამიანი, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, თქვა სწავლობს იმ შეტევის მეთოდებს და ასე შემდეგ, უბრალოდ ამ ყველაფერს ახმარს დაცვით, თქვა მიზნებს და რეალურად ორიენტირებულია დაცვითი მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არის რეალური დაყოფა. მე რადგანაც თქვა ამ მომენტში ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი გახლავარ და დავინტერესდი ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში, შემიძლია მივაკუთვნო თავი ამ კატეგორიას, თორე რეალურად მეორე მხარე გახლავთ შავი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ მამუკა, რა არის ქართველი ჰაკერების ძირითადი мотиваცია? როგორც წეგან მოგახსენეთ, ფინანსური დაინტერესება ეს არის მთავარი ძირითადი მათი სამიზნე, რაც მათი ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირდა ესეთი შემთხვევები, სადაც ზუსტად ფინანსური დაინტერესებით მიზნით ახდენენ თუნდაც პირადი პერსონალური ინფორმაციების მოპარვას, ეგრეთ წოდებული ფიშინგის, კარდინგის მეშვეობით, ახდენენ შეღწევას და უკანონო გამოყენებას ისეთი სოციალური ქსელით, როგორც არის Facebook და ახდენენ, ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციების რეკლამირებას, იღებენ უკანონო შემოსავალს და ეს არის, ვთქვათ, ძირითადი რაც საქართველოში ჰაკერების შედეგად გვევლინება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ქაბატონ თამარ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბრძანდებით. კონკრეტულ მოქალაქეს რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას კიბერდანაშაულით? გულისხმობ საბანკო მონაცემებს, ანგარიშებს, პირად მონაცემებს და ასე შემდეგ. თქვენ უფრო პროფესიონალურად აუხსნით, რა საფრთხე შეიძლება გქონდეს? მინიმალური ყველაზე მცირე რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის დისკომფორტი, მაგალითად, როდესაც გთავაზობენ სარეკლამო შეთავაზებებს, რომლის მიღებაც არ გსურდა. შემდეგი ეს შეიძლება იყოს უფრო რთული მიიღო რაიმე სერვისზე ან მომსახურებაზე უარი,
სწორედ იმიტომ რომ შენი მონაცემები ვთქვათ სათანადო დაცული არ არის ან სხვა მიითვისა და ბუნებრივია შეიძლება მიიღოს საკმაოდ მძიმე მორალური ზიანი ისევე როგორც მატერიალური. მაგალითად თუ კი თქვენი ანგარიშის ან პირადი ნომრის მეშვეობით ვიღაცამ განახორციელა ოპერაცია, შეიძლება აღმოაჩინოთ ერთ დღეს რომ გაქვთ ონლაინ სესხი, რომელიც არასოდეს არ აგიღიათ და შეიძლება ასევე აღმოჩნდეს რომ სხვა შეუძინათ რაიმე ნივთი, მაშინ როდესაც ამისი განზრახვა ფიზიკურად არ ქონიათ, რომ არაფერი არ ვთქვათ ინფორმაციის ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ანუ საჯაროდ ხელმისაწვდომად გახდომაზე, რომლის სურვილიც თქვენ არასოდეს არ გამოგითქვამთ და ქონდათ მოლოდინი, რომ ეს ინფორმაცია იყო უსაფრთხო და დაცული. საფრთხე საკმაოდ დიდია, აღმოჩნდა. ბატონო ირაკლი, რით არის დაცული კიბერუსაფრთხოების სისტემა, რომ თავად თქვენივე თანამშრომელი არ გახდეს, ასე ვთქვათ, შავი ჰაკერი? ანუ ადამიანური ფაქტორი ყოველთვის მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოებაში, ანუ სისტემები ყოველთვის არსებობენ ინსაიდერები. ჩვენ ვნერგავთ ასე ვთქვათ არსებობს საერთაშორისო სტანდარტები ISO 27000, რომელსაც ვნერგავთ ვთქვათ კრიტიკული ინფორმაციულ სისტემების სუბიექტებში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ზუსტად ანუ ნებისმიერი უსაფრთხოება იწყება რისკების შეფასებით. ანუ თუ დაიდენტიფიცირდა რომ ორგანიზაციაში სუსტი რგოლი არის თანამშრომელი, ან ვთქვათ ამ თანამშრომლის სანდოობა და ასე შემდეგ, ანუ მის ხელში არის ბევრი ინფორმაცია, რომლის გაჟონვაც შეიძლება საფრთხე მოუტანოს ორგანიზაციას, მაშინ ორგანიზაცია პრევენციულად აკეთებს, უნდა შეიმუშაოს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები და დაანერგოს ორგანიზაციაში. მაგალითად, მარტივი მექანიზმი შეიძლება პაროლი გაყოფილი იყოს რამდენიმე თანამშრომელზე, ან თქვათ რაღაც მსგავსი ქმედებები, რომელიც ფაქტიურად არის პროცედურული და პროცედურული ხასიათის სამუშაოები ორგანიზაციის შიგნით. დიდი მადლობა. პეტრონ გიორგი, კონკრეტულ მოქალაქეს რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას კიბერდანაშაულისგან და რჩევას ხომ არ მიცემდით, როგორ შეიძლება დაიცვას თავი? კონკრეტულ მოქალაქეს განსხვავებით თქვათ სახელმწიფო სტრუქტურისგან და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე სისტემისგან, როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, შეიძლება ელემენტარული პრობლემები ქონდეს, აგერაც ხალბატონო თამარმაც აღნიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ ელემენტარულად რა აწუხებს ჩვეულებრივ მოქალაქეს, ხო, პირადი ინფორმაცია, თქვათ გადახდის სისტემებთან ხელმისაწვდომობა, თქვათ ელემენტარულად მათი ბარათები და მათი ანგარიშები შეიძლება ვინმე მისარგებლოს. დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, თქვათ ფინანსური ზარალის ნახვის შემთხვევაში და ასევე პირადი და პერსონალური ინფორმაცია, ასე თქვათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გაჟონვა და ასე შემდეგ. თუმცა ამაზეც ცალკე თქვათ სხვადასხვა მithქმა არის დღესდღეობით სოფლიოში რამდენად შეიძლება რომ თქვათ სად არის ზღვარი რომელიც უნდა გაივლოს პირადი მონაცემების დაცვასა და ზოგადად უსაფრთხოების დაცვას შორის ქვეყანაში სახელმწიფოების მხრიდან. ასე რომ მე მგონი ცოტა იქით გადავედი, სხვა იმისკენ წავედი, სხვა თემისკენ, მაგრამ აგიმეთებთ დროს თუ გნებავთ და დაასრულეთ. ანუ რეალურად მოქალაქისთვის საქართველოშიც და მათ შორის სოფლიოშიც მთავარ პრობლემად რჩება ფინანსური და თქვა ელექტრონული გადახდების სისტემის პრობლემა, თქვა ბარათებით ონლაინ შოპინგისას, ფიშინგის პრობლემა, აგერ ბატონმა მომკამრაც ახსენა და შესაბამისად ეს პრობლემა არის რეალურად დარჩენილი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დღესდღეობით მოქალაქისთვის, მათ შორის საქართველოშიც და მსოფლიოშიც. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, რა ტიპის კიბერდანაშაული გვხდება ყველაზე ხშირად საქართველოში და უშუალოდ გაქვთ თუ არა რამე კონკრეტული სტატისტიკა და როგორია მასთან ბრძოლის პრაქტიკა? პირველ რიგში მოქალაქეების შემხებლობის ნაწილს მინდა უპასუხო. ეს დანაშაული კლასიკური გაგებით ხშირ შემთხვევაში არ გვევლინება როგორც კიბერდანაშაული. ხშირ შემთხვევაში კიბერდანაშაული არის სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალება. და შესაბამისად საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში შეიძლება შეეხოს მსგავსი ტიპის დანაშაული. რაც შეეხება საქართველოშიც როგორც აღნიშნეთ ვითარდება ციფრული ტექნოლოგიები, სერვისები, ონლაინ სერვისები და ამ კუთხით ხშირია ეგრეთ წოდებული ელექტრონული პოსტის პოსტაზე უკანონო შეღწევისა და გამოყენების ფაქტები. ასევე ხშირია სოციალური ქსელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები, ხშირია როგორც ვახსენეთ ეგრეთ წოდებული ქარდინგის, ალბათ პლასტიკური ბარათების გამოყენების ფაქტები, ასევე გვევლინება ესეთი ტიპის როგორც არის ან პროგრამული სხვა უზრუნველყოფის საშუალებები, როგორც არის ეგრეთ წოდებული ფიშერი და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში საქართველოში დაფიქსირდა
კომპიუტერული მონაცემების შეცვლის, ესე ვთქვათ, დიდი ფინანსური დაინტერესება, როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს აყენებდა დიდ ზარალს, ესეთი როგორც არის ეგრეთ წოდებული Simbox-ი და ასე შემდეგ. თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენი დანაყოფი ორიენტირებულია, ასე ვთქვათ, იმ შედეგზე, რა შედეგსაც ამ ბოლო პერიოდის მანძილზე მივახციეთ, გვაქვს აქტიური კომუნიკაცია კერძო სექტორთან, ვისაც უშუალოდ ადგება ესეთი ზარალი, მეტად ჩართულები ვართ იმ პროცესში, რომ მათ მოახდინონ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების პარამეტრების უფრო მაღალ სტანდარტზე, ასე ვთქვათ, აყვანა და ერთადერთი მთავარი პრობლემა, რაც ასე ვთქვათ, გამოძიების პროცესს, ასე ვთქვათ, შეიძლება ხელი შეუშალოს, ეს არის ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული რეაგირება კიბერინციდენტებზე, რასაც მოქალაქეებსაც ვერ გავამტყუნებთ იმ კუთხით, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი გვიან აღმოაჩენენ ხოლმე ესეთ დანაშაულს არსებობას. ძალიან დიდი მადლობა. ხალხო, თამარ, დაგვიანებულ რეაგირებაზე ძალიან საინტერესოა თქვენი პოზიცია და ზოგადად როგორია მოქალაქის წინააღმდეგ საქართველოში ინტერნეტ სივრცის გამოყენების რისკები? ჰაკერულს გულისხმობ, ან რისკები რომ შეაფასოთ თქვენი ბოლო ანგარიშში წავიკითხეთ, სადაც გარკვეული მითითებები გააქვთ მონაცემების მაგალითად არაპროპორციულ თვალსთან დაკავშირებით სასამართლოების მხრიდან, ასევე ვიდეო კამერების ჩანაწერების არასწორად გამოყენების შემთხვევებზე. ზოგადად სხვადასხვა ტიპის კიბერდანაშაული არსებობს და თქვენ ერთიანად რომ შეგვიფასოთ ეს რისკები. მე შეგიფასებთ იმ ანგარიშის პერსპექტივიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტშიც განვიხილეთ, ჩემი ფუნქცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ესე ვთქვათ, ფუნქცია უფრო მეტად არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ორგანიზაციებმა ამაღლონ მათი მხრიდან მონაცემთა დაცვის სტანდარტები. გულისხმობ, მათ თუ კი ისინი ამუშავებენ მონაცემებს, მათ უნდა ესმოდეთ ასევე, რომ ისინი ვალდებულნი არიან შესაბამისი ორგანიზაციულ ტექნიკური ზომები გაატარონ. იგივე ეხება ვიდეო თვალთვალსაც. ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყენებს ამ სისტემას, მაგრამ ასევე ამ ორგანიზაციებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ მათ მიერ მოპოვებული ჩანაწერები გარდა იმისა, რომ მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, არ მოხდება მაგალითად ონლაინ სივრცეში. და ამ თვალსაზრისით, ესე ვთქვათ, ორგანიზაციების ვალდებულება იმოქმედონ კანონის ფარგლებში და უზრუნველყოფის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონო ირაკლი, კიბერუსაფრთხოება განვითარების მხრივ ჩამორჩება თუ უსწრებს კიბერდანაშაულს? ეს პარალელური პროცესია, იმიტომ რომ არ შეიძლება ყოველდღიურად ვითარდება როგორც ტექნოლოგია, დანაშაული, ასე ვთქვათ, არის სისუსტეების იდენტიფიცირება იმ ტექნოლოგიაში, რომლითაც დღეს მუშაობს სამყარო, ამ სისუსტეების იდენტიფიცირებასთან ერთად პარალელურად ვითარდება ტექნოლოგია. ანუ ეს აბსოლუტურად პარალელური პროცესია. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას, აქ უფრო მეტად, უფრო ფართოდ ვითარდება ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, თუ დამნაშავე მხოლოდ ერთი წერტილიდან ახდენს შეტევას და ამ ერთი წერტილის ერთი მიმართულების სისუსტის იდენტიფიცირება ჭირდება, რაც შეეხება, ვთქვათ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ თავიანთ ინფორმაციას, თავიანთ კიბერსივრცეს, მათ ჭირდებათ ყველა მიმართულების ანალიზი. აქედან გამომდინარე, ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად ვითარდება. მე კიდევ ერთი პატარა, ასე ვთქვათ, კომენტარი მინდოდა მოქალაქეებს თუ არის საშუალება. მოქალაქეებთან დაკავშირებით, ანუ მოქალაქეებს რაც შეეხებათ, აქ რადგანაც ეს ახალი ტექნოლოგიები, ახალი სახის საფრთხეებია და მოქალაქეს წარმოუდგენია, რომ კომპიუტერი, რომელიც სახში უდგას, არის მის ასე ვთქვათ, გავლენის სფეროში, მის ხელში, ხანდახან ვერ ხვდება იმ რისკებს, თუ რაც არის დაკავშირებული ამ კომპიუტერთან და ინტერნეტთან, ხო? ამისთვის უბრალოდ რაიმე ძალიან დიდი ძალისხმევა არ ჭირდება მოქალაქეს. მოქალაქეს ჭირდება მარტივი ქცევის წესების დაცვა, მაგალითად, მკაცრი პაროლის შეყვანა, არ ენდოს ისეთ საიტებს, რომლებიც არ შეიყვანოს ინფორმაცია თავის შესახებ ისეთ საიტებზე, რომლებიც არ არის სანდო, მაგალითად, აი ხშირად ახსენეთ, რომ ყველაზე დიდი შემთხვევა არის ფიშინგი, ანუ ფიშინგი რა არის? Facebook-ზე გამოხდება გვერდი, სადაც გთხოვენ კიდე დამატებით თქვენი მიმსგავსებულია Facebook-ის გვერდს და გთხოვენ პაროლის და სახელის შეყვანას, ხო? ანუ ამისთანა მარტივი ქმედებების იდენტიფიცირება მოეთხოვება მოქალაქეს და ეს მას დიდ პრობლემებს მოუხსნეს. ანუ ფაქტობრივად ეს არის მთელი დაცულობა, რაც მოქალაქეს 99%-ით დაიცავს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რამდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ და რეკლამაზე უნდა გავიდეთ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ შეუძლიათ დარეკოს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენ ინტერაქტივში. ახლა ამ მონაცემებით 61% აფიქსირებდა, რომ მან არ იცის გამხდარა თუ არა კიბერ შემოტევის მსხვერპლი. ჩვენ უნდა შევისვენოთ რამდენიმე წუთით და უბრუნდებით ეთერში და ისევ გავაგრძელებთ საუბარს კიბერდანაშაულსა და კიბერუსაფრთხოებაზე.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც სტუმრები ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს 59 წამში პასუხობენ. ვსაუბრობთ კიბერუსაფრთხოებასა და კიბერდანაშაულზე საქართველოში. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ შეუძლია ინტერაქტივზე დარეკოს და თავისი აზრი გამოთქვას. სტუმრებისთვისაც საინტერესო იქნება გამხდარა თუ არა ერთხელ მაინც ჰაკერული შემოტევის მსხვერპლი. ბატონო ირაკლი, ძალიან საინტერესოა თქვენი მხრიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სახელმწიფო სტრუქტურებში დგას თუ არა კომპიუტერები, რომლებიც იყენებენ არალიცენზირებულ პროგრამებს, იმიტომ რომ ამ თემის გარშემო რაც წავიკითხე, ძირითადი კიბერშეტევები ხდება იქ, სადაც არ არის დაყენებული ლიცენზირებული პროგრამა. სამწუხაროდ მინდა აღნიშნო, რომ გარკვეულ სახელმწიფო სტრუქტურებში დღეს კიდევ დგას არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ უკვე გააფორმა სპეციალური მემორანდუმი Microsoft-თან, ანუ მიდის ერთიანი შესყიდვა ამ ლიცენზიების და უმეტეს, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებში გადავდივართ უკვე ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფის გამოყენებაზე, მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ იმ ორგანიზაციებში, რომლებიც, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ასე შემდეგ, ყველა ეს კრიტიკული სისტემები, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, თქვენც რომ გვიპასუხოთ ამ კითხვაზე. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი ყველა სამინისტროში იყოს ლიცენზირებული, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ თქვენ დაცულები ბრძანდებით იუსტიციის სამინისტრო დაცულია, ეროვნული ბანკი დაცულია, თავდაცვის სამინისტროც ალბათ, მაგრამ ლიცენზია და ამაში გარკვეული ფინანსების დახარჯვა. დავეთანხმები ბატონ ირაკლის, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უსაფრთხოების კონცეფციის. უნებრივია ეს თქვათ ამას დრო ჭირდებოდა პროცესის მოწესრიგებას, მოგეხსენებათ უსაფრთხოების პარამეტრი არ არის მხოლოდ ეს თქვათ ერთჯერადი ხასიათის პროგრამული უზრუნველყოფები ყოველ ასე თქვათ ყოველ წელს იხვეწება და სახელმწიფო სერვისები, სახელმწიფო სტრუქტურები მუდმივ რეჟიმში ახდენენ ესეთი ლიცენზირების განახლებას, ამ სტრუქტურული, ასე ვთქვათ, ერთეულებში დანერგვას და უსაფრთხოების იმ ნაწილს, რასაც ლიცენზირება ჰქვია, ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დაცვის მექანიზმი ესეთი შეტევებისგან. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, თქვენ თავად ხართ ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი. სად მზადდებიან ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები? რა დონის განათლება უნდა მიიღონ, რომ ისინი ჩაითვალონ კარგ სპეციალისტებად? სამწუხაროდ საქართველოში ეს სფერო როგორც მოგეხსენებათ, განვითარების პროცესშია, შესაბამისად აკადემიურ სივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება სამწუხაროდ არ ხდება, როგორც ასეთი რამე საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაც კი ასეთ მიმართულებით არ გვაქვს. მე პირადად საზღვარგარეთ მომიწია ამის სასწავლებლად წასვლა, შესაბამისად უმრავლესობა სპეციალისტების ისედაც ცოტანი არიან ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, ყველანი თითქმის არიან საზღვარგარეთ განათლება მიღებულები, არსებობს სხვადასხვა ცნობიერების ამაღლების და ასე ვთქვათ დატრენინგების სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის საქართველოშიც რამოდენიმე ორგანიზაცია ვთქვათ მუშაობს ამ მიმართულებით სპეციალიზებული კურსების მეშვეობით, თუმცა რა ვიცი მე როგორც ვთვლი, აკადემიური განათლება პლუს ესეთი კურსები და პირველ რიგში თვითონ მონდომება და ონლაინ კურსების გამოყენებით ძალიან კარგად შეიძლება ვთქვათ ადამიანი მივიდეს იმ დონეზე, რა დონეც ვთქვათ საკმარისი იქნება დასაწყისისთვის და მე უკვე თვითონ უნდა განვითარდეს უკვე სამუშაო პროცესიდან გამომდინარე. ასე ვთქვათ, მონდომებაზეა დამოკიდებული ადამიანის თვითგანვითარების საკითხი უფრო ინფორმაციული. ნამდვილად თვითგანვითარება თვითონ უნდა აირჩიოს ადამიანმა რომელ მიმართულებას. დასრულდა თქვენ დრო. ქაბადონ თამარ, თქვენ დაკვირვებით, აი ან გაქვთ თუ არა რამე ოფიციალური სტატისტიკა, როგორ მზადდებიან სპეციალისტები ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით და ვართ თუ არა დაუშვათ მხოლოდ გარკვეული კურსების და უცხოეთში ჩატარებული ონლაინ კურსების იმედზე. ეს კითხვა უფრო ალბათ ნაკლებად არის ჩემთან, ვინაიდან დღეს ამ დარბაზში წარმოდგენილი სტუმრები, მე იურისტი ვარ განათლებით და ესე ვთქვათ, სხვა კუთხიდან უყურებ, რა თქმა უნდა, ჩემთან მუშაობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ბაზარზე ნამდვილად მოთხოვნა გაცილებით უფრო მზარდია, ვიდრე მიწოდება, მაგრამ ალბათ უმჯობესია სხვა სტუმართან დავზუსტოთ დღევანდელი შესაძლებლობები.
მანამდე გკითხავთ, ჩვენ ვამბობდით ბატონო ირაკლი, თქვენც ამბობდით და ბატონო მამუკა თქვენც რომ კიბერდანაშაულს ფეხდაფეხ მიყვება კიბერუსაფრთხოების საკითხები საქართველოში. თუ ჩვენ გვაქვს ნაკლებობა ამ სპეციალისტების, მაგ შემთხვევაში როგორ მიუყვებით ფეხდაფეხ კიბერუსაფრთხოება, კიბერდანაშაულს? ბატონო ირაკლი, თქვენ გამოცით ამ კითხვაზე პასუხი. ბატონო, მე გაგცემთ კითხვაზე პასუხს, რაც შეეხება ტრეინინგს, რა თქმა უნდა, ამ კადრების დეფიციტი არის საქართველოში. ჩვენი სააგენტო იუსტიციის სამინისტრო მაგალითად ნოლიდან დაიწყო, ანუ ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს, რათა მსგავსი კადრების შექმნას და გაზარდოს. სამწუხაროდ საჯარო სექტორში მოგეხსენებათ, კონკურენცია შემდგომ ვეღარ უწევს კერძო სექტორს ხელფასების მიხედვით და ეს კადრები გადაინაცვლებს იგივე საბანკო სექტორში, ფინანსურ სექტორში, კომუნიკაციების სექტორში. ანუ ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც ჩვენთან გაიზარდნენ, ჩვენთან მიიღეს რაღაც საკმაოდ მაღალი გამოცდილება, საერთაშორისო სერტიფიცირება, დღეს მუშაობენ ბევრ სხვადასხვა დაწესებულებაში. ერთის მხრივ ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ამისთანა კადრებს კარგავთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ზუსტად ის საშუალება, რაც გულისხმობს კარგ კომუნიკაციას, კარგ ურთიერთობას ყველა ამ დაწესებულებებთან და ზუსტად კრიტიკული ინციდენტების დროს ინფორმაციის გაცვლას. გავაგრძელებ თუ შეიძლება, ჩვენ გვაქვს ტრეინინგები. კი ბატონო, პასუხის გაცემა უნდა ბატონო მამუკას და ამიტომ ვცდილობ რომ აქტივობა ზუსტად ამ მიმართულებით, თუნდაც ახლა 29-ში ტარდება ოლიმპიადა, პირველი ოლიმპიადა ამ მიმართულებით, რათა სპეციალისტები წარმოჩინოს. დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, მხოლოდ 1.59 წამი. კადრებზე, აქტივობებზე და ჩვენ შესახებ ორი სიტყვით მოგახსენებთ. 2012 წლის დეკემბერში ჩვენ ხელი მოვაწერეთ 2002 წლის ბუდაპეშტის კონვენციას კიბერდანაშაულთა ბრძოლის კუთხით, რის საფუძველზეც ჩვენ გავხდით პროექტის 24/7-ზე მონაწილე. ამ პროექტში მოკლედ რო თქვა დაახლოებით 50 ქვეყანა ჩართული, რაც ჩვენ პროფესიული კადრების გადამზადების, მათი დატრენინგების, მათი კომუნიკაციის, ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო შესაძლებლობაა. რაც შეეხება მათ განვითარებას და ზრდას, სამინისტრო ორიენტირებულია ჩვენი პროფესიული გუნდის მუდმივ რეჟიმში გადამზადებაზე. გვაქვს უამრავი გაცვლითი პროექტი, გაცვლითი პროგრამა. ეს ჯგუფი ხშირ შემთხვევაში იღებს სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობას. გვაქვს ორიენტირების საუკეთესო სისტემა, როდესაც ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებში ხდება გარკვეული კიბერინციდენტები, უცვლით ამ კუთხით ინფორმაციას ერთმანეთს, განკვეთებით წინსწრებით გვაქვს ის, ასე ვთქვათ, საფრთხების შესახებ გარკვეული რისკების ანალიზი უკვე შეფასებული და ამ კუთხით სამინისტრო, კონკრეტულად ის ჯგუფი, რომელიც კიბერდანაშაულის გამოძიების კუთხით მუშაობს, არის საკმაოდ მოტივირებული, საკმაოდ ფეხ მიყვება იმ პროცესებიც ჩვენ საზოგადოებაში ამ მიმართულებით ხდება. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, რატომ არიან ჰაკერები ძირითადად მამაკაცები და ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რატომ ხართ მამაკაცები? გაქვთ რამე თქვენი დაკვირვება? ჩემი დაკვირვება რეალურად რო შევხედოთ ცოტა უფრო ისეთი ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიებზე არის ეს უფრო ვიდრე ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე და კიბერუსაფრთხოებაზე, რატომღაც თქვათ მანდილოსნებს არ იზიდავთ ეს სფერო, მე ასე შემილია ახსნა ყოველ შემთხვევაში რაიმე დამაბკოლებელ ფაქტორს მე ვერ ხედავ ერთ საქართველოში და ყოველ შემთხვევაში ვერც ევროპულ ქვეყნებში ესეთ რამე ფაქტორს ვერ აღნიშნავდი ყოველ შემთხვევაში მაგას ვცდილობ რომ გავადგინო მეც თქვათ რა არის ამის მიზეზი ერთ-ერთი ალბათ ნაკლები დაინტერესება მანდილოსნების მხრიდან თუ რა არის ამის რეალური მიზეზი ეს ნამდვილად არ ვიცი შეიძლება ჩვენმა სტუმრებმა ზოგადად კომპიუტერული სისტემების მიმართ ქალბატონების ნაკლები დაინტერესება და არა კონკრეტულად უსაფრთხოების საკითხებში და აქ უფრო არ არის კონკრეტულად უსაფრთხოების მიმართულებით გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ქალბატონები დასაქმებულები არიან ესეც ჩავთოთ თუ შეიძლება ბატონ მამუკას მიკროფონი და კითხვა უნდა დაგისვათ ბატონ მამუკა რისკავს თუ არა ჰაკერი უფრო ნაკლებად ვიდრე რეალურ სივრცეში რეალური დამნაშავე რეალურ სივრცეში დანაშაული უფრო ადვილად გამოსაძიებელია თუ დაუშვათ ჰაკერის მიერ ჩადენილი დანაშაული. კი ბატონო. გამომიჯნავ კლასიკურ კიბერ ასე ვთქვათ ჰაკერს კიბერდამნაშავისგან ესეთ ერთ-ერთ ქართულ რეალობას მოგახსენებთ. ხშირია საქართველოში შემთხვევა, როდესაც ელექტრონული პოსტის ეგრეთ წოდებული ფიშინგის გამოყენებით გატეხვის შემდეგ ხდება ასე ვთქვათ პროცესში კომპანიებს შორის მოლაპარაკების პროცესში შუალედში ჩართვა და გარკვეული ასე ვთქვათ პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას ასე ვთქვათ არასწორი საბანკო რეკვიზიტების გადარიცხვის შედეგად მიღებული ზარალის ასე ვთქვათ ოდენობები საკმაოდ დიდია. ამ კუთხით საქართველოში საკმაოდ ისეთი დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა საკმაოდ ბევრ კომპანიას. შინაგან საქმეთა სამინისტრო
მინდა გითხრათ რომ გარკვეულ ასე ვთქვათ პრევენციულ ღონისძიებებსაც გეგმავთ ამ კუთხით ასე ვთქვათ საზოგადოების მეტიცნობიერების ამაღლების მიზნით და ფიქრობთ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დღესდღეობით ასე ვთქვათ ქართულ კიბერსივრცეში არსებობს. თუ შეიძლება გავაგრძელებ კი ბატონო გისმენთ აქვე მინდა გკითხოთ აი კიბერდანაშაულზე ამბობენ ხოლმე რომ მისი ჩადენა ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ადვილი ხოლო მისი გამოძიება ძალიან რთულია ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და მამაკაცების შესახებ თქვენც მინდა გკითხოთ რატომ ინტერესდებიან კიბერუსაფრთხოების საკითხებით თითქოს მამაკაცებს. რაც შეეხება მამაკაცებს და გენდერულ ბალანსს, ასე თქვა ჩვენთან დასაქმებულები არიან ქალბატონები, ამიტომ ზუსტ ადეკვატურ პროპორციებზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა ვადასტურებ, რომ ქალბატონები ამ მიმართულებაში მუშაობენ. რაც შეეხება გამოძიებას. რაც შეეხება გამოძიებას და იმ ასე თქვა პრობლემას, რაც გამოძიების ასე თქვა თავარი ქვაკუთხედია. კიბერსივრცე ეს არის სივრცე, სადაც ანონიმურად მოქმედების ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს კიბერდამნაშავეს. ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემა, რაც გამომძიებლებს უშლის მტკიცებულების მოგროვებაში ხელს. ანონიმურად მოქმედების როგორც ასე ვთქვათ, იუზერების, ეგრეთ წოდებული პროქსი IP-ების გამოყენებით ხდება უამრავი დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის ასე ვთქვათ, კიბერსტრუქტურები ხშირ შემთხვევაში განფენილები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ფინანსური ტრანზაქციები ხდება სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ასე ვთქვათ, მათი დადასტურება, მათი კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობის. თუმცა რახან ახსენე მე ეს პროექტი 24/7-ზე ეს არის პროექტი, რომელიც თქვენი დრო. დაასრულეთ სათქმელი კიდევ ერთი კითხვა, ისევ თქვენ უნდა დაგისვათ. კი ბატონო, პროექტი გვაძლევს საშუალებას მუდმივ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში კომუნიკაცია გქონდეს კოლეგებთან, გავცვალოთ ინფორმაცია, აქ ინფორმაციას ოქროს ფასი აქვს და რაც მთავარია, მინდა მაყურებლისთვისაც ესე ვთქვათ, ეს რჩევის სახით სარეკომენდაციო ასე ვთქვათ, სიტყვა თქვა, კიბერდანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ, საბრძოლელი მექანიზმი არის დროული რეაგირება, გარდა იმისა, რაზეც გამოსვლენმა ბატონებმა ისაუბრის, ის უსაფრთხოების პარამეტრების მაქსიმალური დაცვა, იმ უსაფრთხოების პარამეტრების განახლება, მეტი ასე ვთქვათ, ყურადღების დათმობა სოციალური ქსელების ადმინისტრატორების მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების პარამეტრების, ასევე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომ მინიმალური ეჭვის არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავების მიმართ იყოს ასე ვთქვათ შეტყობინება ისიერი, რათა სამართალდამცავებს ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ დააფიქსირონ და მოახდინონ გამოძიების ეფექტური ასე ვთქვათ შედეგები. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ თამარ, კიდევ ერთხელ მიუბრუნდებით თქვენ ანგარიშს, სადაც გიწერიათ, რომ სხვადასხვა კომპანიებს ვიდეო თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციები ხშირად კანონის საწინააღმდეგო ქმედებით აქვთ გამოყენებული. აი, რა სიტყვით კონკრეტულად აი ამ საკითხთან დაკავშირებით რის საფუძველზე აღმოაჩინეთ, რა სახის დარღვევებია ძირითადად და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩვეულებრივ კომპანიებში ვიდეო თვალთვალით მოპოვებული მასალის არასწორად გამოყენების შედეგად იმ ადამიანებს, ვინც არიან ამ კამერაში დაფიქსირებულნი. ვიდეო თვალთვალი ბუნებრივია შესაძლებელია, ოღონდ კანონმდებლობა ძალიან მკაცრად განსაზღვრავს იმ მიზნებს, რა მიზნებისთვისაც შესაძლებლად მიიჩნევს, ასე ვთქვათ, მოქალაქე და პირად ცხოვრებაში ჩარევას და მათ ქცევის, ასე ვთქვათ, კონტროლს. ეს მიზნები შეიძლება იყოს მხოლოდ პირის ან საკუთრების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, არასრულწლოვანთა მავნეზე გავლენისაგან დაცვა და ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვა. ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის არ შეიძლება ვიდეო თვალთვალის გამოყენება და ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები იყვნენ გამაფრთხილებელი ნიშნებით თუ თანამშრომლები წერილობითი ფორმით ინფორმირებულნი ვიდეო თვალთვალის შესახებ. როგორც აღმოჩნდა პრაქტიკაში, საკმაოდ ხშირად იყენებენ განსაკუთრებით კერძო ორგანიზაციები თანამშრომელთა თუ მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგის მიზნით, რაც ფიქრობთ და კანონიდან გამომდინარე არ არის სწორი, ვინაიდან არსებობს უფრო სხვა საშუალებები, რომელიც რადიკალურ ჩარევას პირად ცხოვრებაში და პირად თავისუფლებაში არ გულისხმობს, ეს შეიძლება იყოს სხვა, ასევე მარკეტინგული ან მომსახურების სფეროში საკმაოდ განვითარებული მეთოდები და აქედან გამომდინარე კომპანიებმა უნდა უზრუნოყონ ერთის მხრივ ამ მონაცემების უსაფრთხოება და მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის გამოყენება. ასევე ხშირი იყო ჩვენ მიერ 2015 წელს შესწავლილი საკითხებიდან ხშირად გამოვლინდა, რომ ვიდეო თვალთვალის სისტემას ამავე დროს ჰქონდა აუდიო
თვალთვალის ფუნქციაც, რაც კიდევ ცალკე, ესე ვთქვათ, დამატებით დისკომფორტ შეიძლება ქმნიდეს, მოქალაქე შეიძლება საერთოდ არ იყოს ამის შესახებ ინფორმირებული და მისთვის სენსიტიური ინფორმაცია საუბარი ვიღაცისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, ყველა ის ორგანიზაცია, სადაც ჩვენ დარღვევა გამოვავლინეთ, დაჯარიმდა და მათ ასევე მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებები, რათა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანათ პროცესები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციამ, ვისაც აქვს მონაცემთა დამუშავებასთან შეხება, კარგად გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა. და აუხსნას მოქალაქეს თუ რატომ რა მიზნით და სად შეიძლება იყოს განთავსებული ვიდეო თუ აუდიო თვალთვალის კამერა. ბატონ გიორგი, თქვენგან გვაინტერესებს, ხდება თუ არა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჰაკერების ცოდნის გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. უცხოეთის მაგალითი შეგიძლიათ გითხრათ და თუ საქართველოშიც გქონია ასეთი მაგალითი, რასაკვირველია გაცილებით უფრო საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. პირველი ვთქვათ, რომ ასეთი ოფიციალური მონაცემები და ვთქვათ გამიჭირდება ასე კონკრეტული შემთხვევის მოყვანა, როდესაც თქვა სახელმწიფომ გამოიყენა თავისი რაღაც დაცვითი მექანიზმებისთვის და რაღაცასთან გამკლავების მიზნით, კონკრეტულად რომელიმე შავი ჰაკერის, ასე ვთქვათ, ცოდნა და გამოცდილება, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წეღანასაც ვამბობთ იმას მიუბრუნდები, დაყოფა, რომელიც არსებობს თეთრ და შავ ჰაკერებს შორის, მანდ არის ერთი ასეთი დეფინიცია კიდევ, ეს არის თქვათ ნაცრისფერი ჰაკერები, grey hackers, grey hat hackers, რომლებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ეტაპი თავის ცხოვრების დაუთმეს ერთ მოქმედებას, კონკრეტულად იყვნენ თქვათ შავი ქუდის მატარებლები და რაღაც თქვათ ინციდენტის მერე ან რაღაც დროის გასვლის მერე გადაწყვიტეს, რომ ლეგალურ სივრცეში გადავიდნენ. შესაბამისად, ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს იმათ, რომ აღნიშნული წარსულის მქონე ადამიანები უკვე სახელმწიფო სამსახურში არიან დაცვითი მოქმედებებისთვის მოწოდებული. ეს შემილია ერთი აღნიშნო და დანარჩენი შეიძლება არის კიდევ ესეთი შემთხვევები, კონკრეტულად მოყვანა გამიჭირდება რაღაც კონკრეტული შედეგი. გასაგებია. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, გარდამავალ გზაზე, გარდამავალ ფერზე მყოფი ჰაკერები არიან თუ არა საშიშები ქვეყნისთვის და თქვენც გვინდა რომ ამ კითხვაზე გვიპასუხოთ. ხდება თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან საჭიროების შემთხვევაში ჰაკერების ცოდნის გამოყენება? ალბათ ხდება. კონკრეტულად ახლა მე შემთხვევა არ მახსენდება, როდესაც სახელმწიფომ ვერ გადაწყვიტა ამოცანა და მიმართა კონკრეტულ ჰაკერს, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი და მომხდარა, ხშირად შეტყობინება კონკრეტული ინციდენტის შესახებ შემოსულა. მე ვერ დავარქვი ამ ხალხს მანდამაინც ჰაკერებს, მაგრამ იმ პროფესიონალების მიმართ, რომლებიც ამ საკითხებით დაინტერესებული არიან და აქცევენ ყურადღებას უსაფრთხოების სხვადასხვა სისუსტეებს. ანუ მსგავსი ინფორმაცია ხშირად შემოსულა ჩვენთან და აქედან გამომდინარე ეს თანამშრომლობა ძალიან აქტიურია. ზუსტად ეს თანამშრომლობა რო გაღრმავდეს, არსებობს სხვადასხვა ფორმატები, რომელსაც სახელმწიფო იყენებს, არის კიბერუსაფრთხოების ფორუმი, არსებობს ოლიმპიადა, რაც ზუსტად იმის მასტიმულირებელია, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები და ადამიანები, რომლებიც ამ საკითხით არიან დაინტერესებული, ერთობლივად ახდენენ რეაგირებას სხვადასხვა სახის ინციდენტებზე. დიდი მადლობა. ბატონ მამუკა, თქვენ გაქვთ ალბათ ინფორმაცია ამის შესახებ. ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ საქართველოს სახელმწიფოს რომელიმე ჰაკერის ცოდნა გამოეყენებინოს კონკრეტული მიზნებისთვის? ესეთი შემთხვევა ჩვენ არ გქონია, მინდა სამინისტროს პოზიცია გითხრათ ამ კუთხით, რომ ის ადამიანები, ვინც დაკავებულები არიან გარკვეულ მარგინალური ქმედებით, მათი ეს თქვათ მენტალური ხედვები აბსოლუტურად განსხვავდება სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან, ბუნებრივია ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევენ იმ ხალხს, ვინც დასაქმებულია ჩვენთან ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მათი რაღაც ნაწილს გარკვეული ნასამართლეობა აქვს, ან შემხებლობა გარკვეულ დანაშაულში და შესაბამისად ადამიანები რომ დაკავებულები არიან ან რაიმე სახით შემხებლობა აქვთ კრიმინალთან, სახელმწიფოს მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება განხილული მათი როდესმე მათი კადრების განხილვის ნებისმიერი ეტაპი, ვერც მათ დასაქმების მიზნით და ვერც მათი ვთქვათ რჩევების გაზიარების კუთხით, ვინაიდან ჩვენ გვყავს საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები და სახელმწიფოს რა თქმა უნდა არ აქვს არანაide არც სურვილი რომ კითხვა თუნდაც ექსპერტის სახით კითხოს ადამიანს რომელიც დაკავებულია სხვისი ადამიანის პირადი ცხოვრების სხვისი ფულის სხვისი საბანკო ანგარიშების მოპარვით ქურდობით და ასე შემდეგ პირიქით სახელმწიფო ეს ადამიანებს ეძებს მათი ვთქვათ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის მიზნით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ალბათ უმამრალ ჯერ გინახავთ რამდენი პირი მათ შორის
ეს ისეთი კატეგორია, რომელიც საკმაოდ მაღალი განვითარებული, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები და გონება აქვს იმისთვის, რომ დანაშაული ჩაიდინონ, თუმცა სახელმწიფო დგას ზუსტად იმ ზღვარზე, რომ არ მიცეს მოქალაქეებს, მათ შორის ესეთ გონივრულ მოქალაქეებს დანაშაული. ძალიან დიდი მადლობა. ძირითადად კიბერ შეტევები საქართველოსთან ხორციელდება თუ საზღვრებს გარეთ მომუშავე თუ მოღვაწე, როგორც ქვია. საიდან იჰაკება ძირითადად ქართული ინტერნეტ სივრცეები და რა დონის ზარალი შეიძლება მიაყენოს ერთი ჰაკერის ქმედებამ დაუშვათ სახელმწიფოს. აი, როგორ შეიძლება აიწონოს ერთი ნიჭიერი ჰაკერი და აქეთ მდგომი სამთავრობო უწყება თუ ზოგადად სახელმწიფო. გარდა იმ ტექნოლოგიების განვითარებისა, მე ვახსენე ინტერნეტ სივრცეში ანონიმურად მოქმედების ძალიან დიდი ცდუნება, რაც ასე ვთქვათ, ჰაკერებს უჩენს სურვილს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოახდინონ, ასე ვთქვათ, კიბერშეტევა. კიდევ ერთხელ გამომიჯნავ კლასიკური კიბერდამნაშავისგან, რომლის ერთ-ერთი მთავარი мотиваცია, როგორც ბატონმა ირაკლიმ თქვა, არის კონკრეტული საჯარო საიტების ბლოკირება, მას შეტევა, ან ვთქვათ, თვით დამკვიდრების რაღაც სურვილი, მაგრამ რაც შეეხება ფინანსურ დაინტერესებას, რაც ხშირად გვევლინება, მათ შორის საქართველოში და ზარალი ხშირ შემთხვევაში რამოდენიმე ასეულ ათასსაც ითვლის, ესეთი დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში არიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. არ არის გამორიცხული, შესაძლებელია ესეთი ფაქტები დაფიქსირდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და ხშირ შემთხვევაში პრობლემა, რაც ამ კუთხით სამართლებრივი მხარდაჭერის მტკიცებულობის მოპოვების პროცესს ართულებს, არის რომ ესეთი შენიღბული ხასიათის კიბერშეტევები, ასე ვთქვათ, თულად გამოსაძიებელია. სხვა ქვეყანაში არის საკმაოდ. გასაგებია. ქალბატონო თამარა, თქვენც რომ გითხრათ, როგორ აწონიდით ერთი ჰაკერის მიერ ჩადენილ კიბერდანაშაულს და მეორე მხარეს რას შეიძლება დაემუქროს საფრთხე? თქვენ პერსონალურ მონაცემებს იცავთ, შეიძლება საარჩევნო სისტემაზე იყოს საუბარი, პერსონალურ მონაცემებზე, თქვით უკვე საბანკო ანგარიშები, საჯარო რეესტრის მონაცემები. ძალიან ბევრი რამე შეიძლება დაზიანდეს ერთი ჰაკერის ქმედებით. ერთი ჰაკერის მოქმედებამ შეიძლება მართლაც ძალიან დიდი ზარალი გამოიწვიოს სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ კონკრეტულ დანაშაულს აქვს ესე ვთქვათ და მის ჩამდენის მოტივს და მიზანს და დამდგარ შედეგს მნიშვნელობა. მე შემიძლია უბრალოდ ესე ვთქვათ ციფრობრივი თვალსაზრისით გითხრათ ის თანამედროვე კვლევების თანახმად, რომელიც უფრო მსოფლიო მონაცემებს ასახავს, მოსალოდნელია, რომ 2019 წლისთვის მაგალითად კიბერდანაშაულით გამოწვეული ზარალი გადააჭარბებს 2 ტრილიონს. ეს არის ამერიკულ დოლარებში, ესე ვთქვათ და ყოველდღიურად იკარგება ან მოპარვახდება დაახლოებით მილიონზე მეტი მონაცემის. ეს შეიძლება იყოს ძალიან ესეთი მცირე, ვითომ უმნიშვნელო, მაგრამ ჯამში საკმაოდ დიდი მოცულობის მონაცემები იკარგება, ან ესე ვთქვათ, შეგნებულად მათი მითვისება ხდება და საშუალოდ კვლევების თანახმად თითოეული ესეთი დაკარგული მონაცემის ღირებულება შეიძლება იყოს 300 აშშ დოლარი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, ციფრულ საუკუნეში ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ პირს შეიძლება თუ არა დაემუქროს რეალური საფრთხე. ანუ გულისხმობთ იმას, რომ ტექნოლოგიურად შეიძლება გარკვეული უსაფრთხოების ნორმები შევინარჩუნოთ, მაგრამ ადამიანი მაინც უფრო მოწყვლადია. გარეთ რეალურად შეიძლება თუ არა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს დაემუქროთ რეალური საფრთხეები. სავარაუდოდ შეიძლება დაემუქროს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებულად ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებზე, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეტევის საფრთხე იქნება. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ანუ ვირტუალურ სივრცეში, სამყაროში, სადაც ინფორმაცია წარმოადგენს ყველაზე დიდი ღირებულების აქტივს, ანუ მატერიალურ აქტივზე უფრო ძვირად ღირებულ აქტივს, მას სჭირდება შესაბამისი მეთოდებისა და ასე ვთქვათ, წესების დამკვიდრება ორგანიზაციაში და ზუსტად აი ამისთანა წესების ხარისხიანად დამკვიდრების შედეგად დაცული იქნება ნებისმიერი მსგავსი პროფესიონალის და ორგანიზაციაც, რათა დაიცვას თავი სხვადასხვა შეტევებისგან. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ბოლოს შეკითხვა უნდა დავსვა დღეს, მაყურებელს ალბათ ძალიან აინტერესებს, როგორ შეიძლება დაიცვას ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელსაც არ გვაქვს ისეთი ინფორმაცია, როგორც თქვენ, თავი გარკვეული ტიპის კიბერშემოტევებისგან. ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ალბათ ყველასთვის სასარგებლო იქნება. მე ახალს არაფერს არ ვიტყვი რეალურად. ელემენტარულად მეტი ყურადღებით მოეკიდონ ყველაფერს, როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა. იგივე ნებისმიერ ლინკს, თქვა ფიშინგის შემთხვევაში და ასე შემდეგ, გამოიყენონ საშუალოზე ოდნავ მინიმუმ როგორც სასტი საშუალო სირთულის პაროლები და თქვა კომპლექსურობა შეიტანონ ამ პაროლში.
არის ასეთი სიები გამოქვეყნებული ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი და ადვილად სავარაუდო პაროლების სია, მათ შორის საქართველოში რომელი პაროლებია პოპულარული და ასე შემდეგ. ამიტომ მეტი ყურადღება და რთული პაროლების გამოყენება, იმიტომ რომ ეს ეხება პირად მონაცემებს. ძალიან დიდი მადლობა. მისაღებია თქვენი რჩევები, ძირითადად დიდი პაროლის დაყენებას გვირჩევს ჩვენი ყველა სტუმარი. ქალბატონო თამარა, როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები? თქვენს მოგვეცით რამდენიმე რჩევა? პირველი უნდა დავინტერესდეთ, ვის, რატომ და რა მიზნით აქვს ჩვენ შესახებ მონაცემები. ბუნებრივია უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ყოველთვის უნდა დავინტერესდეთ, რამდენად სავალდებულო ამ ინფორმაციის მიწოდება. ძალიან ხშირად, როგორც უკვე ვთქვი, ფიქსირდება დიდი მოცულობით მონაცემების შეგროვება და უნდა ვეცადოთ, რომ ამა თუ იმ მომსახურების თუ ვთქვათ, სხვა პროდუქტის შეძენის დროს მივაწოდოთ მხოლოდ იმ მიზნის ადეკვატური მონაცემები და არ არის საჭირო მაგალითად ყველა შემთხვევაში პირადი ნომრის დატოვება, არ არის ყველა შემთხვევაში ვთქვათ, სრული მონაცემების დატოვება. იზრდება თუ არა საფრთხე განსაკუთრებით, როცა მონაცემებს ვცვლით ინტერნეტის საშუალებით? რა თქმა უნდა, საფრთხეები ყოველთვის იზრდება და ამავე დროს კიდევ რაცაც აქვს ძალიან ხშირად უარყოფითი და ნეგატიური ეფექტი არის ორგანიზაციების შორის მონაცემთა მიმოცვლა ადამიანის თანხმობის გარეშე. ანუ თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ ინფორმაცია მიაწოდეთ ერთ ორგანიზაციას და შეიძლება ის კიდევ 10-ის ხელში აღმოჩნდეს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. ეს ჩემთვისაც საკმაოდ საინტერესო თემა იყო. ყურადღებით გისმენდით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელმაც საჭირო ინფორმაციები მიიღო. საუბრობდით კიბერუსაფრთხოებასა და კიბერდანაშაულზე. ამ დროის განმავლობაში კი მაყურებელი აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, პასუხობდა კითხვაზე, გამხდარა თუ არა ჰაკერის ქმედების მსხვერპლი ერთხელ მაინც. ჩვენი მაყურებლის 42% თვლის, რომ დიახ, 59 წამის მაყურებელთა 7% თვლის, რომ არა და ჩვენი მაყურებლების უმეტესობა 59% არ არის დარწმუნებული, არ იცის, ვერ მიხვდა გამხდარა თუ არა კიბერდანაშაულის მსხვერპლი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას გადაცემაში 59 წამი. შევეცდებით ვისაუბროთ ასეთივე საინტერესო თემაზე. GDS-ზე წამზომი კიდევ ერთხელ ჩაირთვება. ნახვამდის.